შეკრება ივანიშვილის პარლამენტთან. მოქალაქეები ოლიგარქის რეპრესიულ ცვლილებებს გააპროტესტებენ. ამ შეკრებით ისინი უპირისპირდებიან ოცნების გეგმას, გრანტის ცნების გაფართოებით, ბერკეტის შექმნას ნებისმიერი მოქალაქის წინააღმდეგ. ოლიგარქ სურს საქართველოს მოქალაქეებს აუკრძალოს უცხოეთიდან რესურსის მიღება სასურველი საქმიანობისთვის. სასჯელის ზომად კი 6 წლამდე ციხეს განსაზღვრავს. პარალელურად ოცნება მალე ფაქტობრივად სრულად შეუზღუდავს საქმიანობას ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას. ასევე თავისუფალ მედია გამოცემებს. კიდევ ერთი ცვლილების მიხედვით ყველა მეწარმე სუბიექტს, რომელიც პოლიტიკურად აქტიურებს, ანუ ხმის ამოღებას გაბედავს, მაღალი ჯარიმის გადახდა მოუწევს. შემდეგ კი ციხე დაემუქრება. აქცია ოლიგარქის პარლამენტის უკანა შესასვლელთან უნდა გაიმართოს. ნატალი ჯახუტაშვილი მუშაობს იქ და ადგილიდან გვიერთდება პირდაპირ ეთერში. დიახ, პარლამენტის უკანა შესასვლელთან ნელ-ნელა იკრიბებიან სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები, საქართველოს რიგითი მოქალაქეები, რომლებიც აპროტესტებენ ქართული ოცნების მიერ ინიცირებულ მორიგ რეპრესიულ კანონპროექტს. დღეს სხვათა შორის საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა უნდა გაიხსნას ოცნების საკანონმდებლო ორგანოში და არ არის გამორიცხული, რომ ბიძინა ივანიშვილის დეპუტატებმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირონ და კენჭი უყარონ ამ კანონპროექტს. მოგეხსენებათ, რომ გუშინ იურიდიულ კომიტეტზე უკვე იმსჯელეს ამ დოკუმენტთან დაკავშირებით და ცხადია, რომ ერთხმად მხარი დაუჭირა ქართული ოცნების ყველა დეპუტატმა ამ დოკუმენტს. რაც შეეხება აქ არსებულ ვითარებას, პოლიცია ადგილზეა უკვე მობილიზებული. სხვათა შორის აქ ჩვენ დავაფიქსირეთ ასევე გოგა მემანიშვილიც პოლიციის მაღალჩინოსანი. აქეთ იმყოფება გოგა მემანიშვილი, როგორც იცით, აქცია არის დღეს დაანონსებული. მოქალაქეები ნელ-ნელა უკვე იკრიბებიან პარლამენტის შენობის წინ და მოკლედ ეს ადამიანები თანხმდებიან იმაზე, რომ ამ ახალი კანონპროექტით ქართული ოცნება ტოტალური კონტროლის დამყარებას ცდილობს, საყოველთაო ცენზურის შემოღებას სურს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს. ერთის მხრივ ქართულ ოცნებას სურს საზოგადოების დაშინება და მეორე მხრივ უნდა რომ სრულად ჩაახშოს განსხვავებული აზრი, თავისუფალი ხმა. ეს კანონპროექტი არის საკმაოდ ვრცელი და სხვათა შორის ცალკე თავი ეძღვნება ბიზნეს სექტორის საქმიანობას. მაგალითად, ამ კანონმდებლობის და ამ კანონპროექტის ჯერჯერობით ამ კანონპროექტის თანახმად ქართული ოცნება ბიზნესმენებს, მეწარმეებს უკრძალავს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას და ამის გამო შესაძლოა სისხლის სამართლის საქმე აღიძრას, მათ შორის ბიზნესმენების წინააღმდეგ. თუმცა ეს კანონი ვრცელდება აბსოლუტურად ყველაზე ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელზე. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი იჭრება ყველა სფეროში და ჩვენ შეგვიძლია ამ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბროთ ახლა ცოტნე მირცხულავასთან. თქვენი პოზიცია მაინტერესებს. არაერთი რეპრესიული კანონი გვინახავს ხო ქართული ოცნების მიერ მიღებული ბოლო თვეების განმავლობაში, მაგრამ ეს არის უკიდურესად ანტიდემოკრატიული კანონპროექტი, ერთგვარი ნაზავია რუსული და სხვა აზიური ქვეყნების დრაკონული კანონების. რისთვის ჭირდება ახლა ქართულ ოცნებას თქვენი აზრით ამ კანონის მიღება? პირველ რიგში სახელმწიფო ვერ იქნება ჯანსაღი, სადაც მსგავსი კანონები მიიღება, სადაც მეწარმეს, მეხანძრეს, მასწავლებელს თუ სხვა სამოქალაქო პირს ეკრძალება საკუთარი პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირება. ესეთი ხდება ჩვენ ჩინეთში და ჩრდილოეთ კორეაში, სადაც თავისუფალი აზრი უბრალოდ აკრძალულია, თავისუფალი აზრი უბრალოდ დაჟადია. ნატურალურ სახელმწიფოში, რომელიც დემოკრატიულ პრინციპებზე და ღირებულებებზე აკრძალული, სადმე ოდესმე შეგხვედრია მსგავსი, სადმე გვინახავს საკუთარი პოზიციის და აზრის გამო ხალხის დასჯა. პირველ თავიდან პოტენციურად ამის საფრთხე იყო, იგრძნობოდა, აფრთხილებდა სამოქალაქო სპექტრი, ქართულ საზოგადოებას ეს დღე დადგებოდა და საქართველოში აუცილებლად დაიჯებოდნენ სიტყვის გამო, რომელიც საქილიკოდ მიაჩნდა ქართული ოცნების წევრებს და ყოველთვის საპირისპიროს დამტკიცებას ირონდნენ. ისინი გამჭვირვალობაზე საუბრობდნენ და მილიონებს იპარებდნენ. საუბრობენ ქართული
პრეზიდენტობაზე და მსგავსი კანონები შემოაქვს და საქართველოს მიყავთ არაბეთისკენ და ჩინეთისკენ და იმ რუსეთისკენ, საიდანაც ჩვენ ისტორიული გზა და მიზანი ახლა უკვე ქართული ოცნება სამართლებრივ მექანიზმებს იმზადებს პრინციპში, ხო, რომ უკვე სამართლებრივად ფორმალურად განსხვავებული აზრის გამო შესაძლებელი გახდეს ადამიანის ციხეში გამომწყდება. ქართულ ოცნებას გაფორმებული აქვს პრინციპში უკვე ყველაფერი, ჩვენგან ერთი რაც რჩება არის უბრალოდ არ შევეგუოთ ამ ყველაფერს და ამ ყველაფერთან მოვიდეთ წინააღმდეგ. ხო, Facebook-ის პოსტის თუ Facebook პოსტის თუ უჭერდა ადამიანს, ეხა პირდაპირ აზრის გამო დაიჭერს. იქნება საპირისპირო აზრი, იქნება მასზე რეპრესიები. ამ ყველაფერში უნდა მოვიდეთ ჩვენ წინააღმდეგ. არ არის აქ შესვლა დეტალებში საჭიროდ, უნდა ვაფასებდეთ. არა, დეტალებში შეგვიძლია შევიდეთ, ამის პრობლემა არ არის და პირდაპირ წერია, რომ შეიძლება სისხლის სამართლის დევნა დაიწყოს ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ძალიან ბუნდოვანი ჩანაწერებია, პოლიტიკურ საქმიანობა შეიძლება მონათლოს ქართულმა ოცნებამ, ნებისმიერი საზოგადოებრივი აქტივობა, მათ შორის Facebook პოსტის გამო შეიძლება აღიძრას, ხო, სისხლის სამართლის საქმე მოქალაქის წინააღმდეგ. ასევე ფორმალურად გრანტების შესახებ კანონში შედის ცვლილებები, თუმცა გრანტად შეიძლება მიიჩნიოს ქართული ოცნებამ არა მხოლოდ ნებისმიერი ფულადი ტრანზაქცია, არამედ პირდაპირ წერია, ხო, ამ კანონპროექტში, რომ ნატურალური ფორმით სახსრებიც კი შეიძლება იქნეს მიჩნეული გრანტად. ქართული ოცნება, რასაც საფრთხედ მიიჩნევს და რასაც მის არასასრულ აზრად ჩათვლის, ყველაფერს შერაცხავს გრანტად, აგენტად, ქვეყნის მტრად და ყველაფერს ახალს, ყველაფერს დაარქმევს საკუთარ სახელს. ჩვენ შინაარსში მოვდივართ მარტივად, რომ ეს ყველაფერი ემსახურება ქართული საზოგადოების დაჩაგვრას, ქართული საზოგადოების დადუმებას და დადუმებას იმ ინტელიგენციების, იმ საზოგადოების, რომელიც არასდროს არ დუმდა, მათ შორის განათლების რეფორმა, იმ განათლების რეფორმით, რომელსაც ცდილობს ორი უნივერსიტეტის ისტორია გააქროს და ცდილობს ერთი მართული ორგანიზმი აქციეს, რომელიც მას ადვილად დაემორჩილება და ამ ყველაფერზე უნდა ვისაუბროთ ჩვენ, რომ ეს ყველაფერი არის ისტორიული მოვლენებათა საშიშროება, იმიტომ რომ ქართველი ხალხის დაშინება და ხმის ჩახშობა იწყება ზუსტად აქედან. ვამბობდით, რომ აქამდე მივიდოდით და ამ პროტესტის გადარჩენის მეთოდი ეგ არის, რომ ეს პროტესტი გაგრძელდეს, არ დაიხუროს მედიები, არ დაიხუროს არასამთავრობო ორგანიზაციები და იმ სამოქალაქო სპექტრში, სადაც ხემდე კიდე არსებობს განსხვავებული აზრი, ბოლომდე იყოს უდრეკად იმ პოზიციაზე, რა პოზიციას ხემდე უკავია. მადლობა, წუთი-წუთზე უნდა დაიწყოს საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა და რამდენიმე წუთში, ცოტა ხანში, ყოველ შემთხვევაში ჩვენ უკვე გვეცოდინება დღეს პირველი მოსმენით იქნება თუ არა მიღებული ეს დრაკონული კანონპროექტი. მანამდე შეგვიძლია გავესაუბროთ ნიკო მანაგაძეს, თქვენი პოზიცია რა არის, რას ემსახურება ამ რეპრესიული კანონპროექტის დაკანონება, ახლა უკვე სამართლებრივად უნდა ბიძინა ივანიშვილს რომ ჩაახშოს განსხვავებული აზრი? ჩვენ ხედავთ ფაქტობრივად მთელს კასკადს, ხო, ამ ცვლილებების, რომელიც ემსახურება ერთ-ერთ მიზანს, რომ საქართველოში როგორღაც წამოიწყონ დიქტატურის განვითარების ახალი ფაზა, ის რასთან დაკავშირებითაც ჩვენ ვაფრთხილებდით ჩვენს თანამოქალაქეებს წლების წინ, მაშინ როცა პირველად დაარეგისტრირეს რუსული კანონი და მაშინ ძალიან დაჟინებით ამტკიცებდა. ბოდიში ნიკო, აი ქართული ოცნების ერთ-ერთ დეპუტატს ხედავ და ის ახლა შედის პარლამენტის შენობაში. გამარჯობა, პირდაპირ ეთერში ვართ. რას ემსახურება ეს ახალი რეპრესიული კანონპროექტი, რომლის მიღებაც დააგავალათ თქვენ ბიძინა ივანიშვილმა? ამიხსენით მაშინ რატომ გარბიხართ? აი გაიქცა ქართული ოცნების ერთ-ერთი დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი, თუ არ უცდები, ჩვენ შეგვიძლია ახლა გავაგრძელოთ საუბარი ნიკო მანაგაძესთან. ქართული ოცნების დეპუტატი ისე შევიდა პარლამენტის შენობაში, არაფერი არ უთქვამს ჩვენთვის, არ უპასუხა ჩვენს ქალაქებისთვის, იმიტომ რომ დღეს დავალება უნდა შესრულდეს. დავალება უნდა შესრულდეს ივანიშვილის, რომ საქართველოში წამოიწყონ დიქტატურის განვითარების ახალი ტალღა და ახალი პროცესი და სესიაზე დაამტკიცონ პირველი მოსმენით აი ეს კატასტროფული შინაარსის კანონი თავისი мотивაციით, ხო, ყველა ხვდება უკვე აბსოლუტურად დაუფარავია, ისინი ღიად აცხადებენ, რომ დიახ, ამ კანონის მიზანი არის, რომ არანაირ თავისუფალი ხმა ფაქტობრივად აღარ იცმოდეს საქართველოში. ეს კანონი ეხებაც გაცხადებული პოლიტიკა აქვს რეალურად, რომ ჩვენ ვართ უკვე ავტორიტარული რეჟიმი, უარს ვამბობთ დემოკრატიაზე. არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამჯერად და რაღაც პოლიტიკურ პარტიებს, თავისუფალ მედია გამოცემებს. ეს კანონი უკვე თავისი შინაარსით ეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს. თითოეული მოქალაქე
დგას იმ რისკის წინაშე, რომ 6 წლამდე პატიმრობით აღმოჩნდეს იმ შემთხვევაში ციხეში თუ თავისუფალ პოზიციას გამოხატავენ და მეწარმე სუბიექტები, რომელთა მიმართებაში ასევე გუშინ შეიტანეს სრულებები, მანამდე თუ მხოლოდ ჯარიმებზე აქცენტირებდნენ, უკვე შეიტანეს კორექტირება კანონპროექტში და ასევე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით ციხით ემუქრებიან იმ მეწარმე სუბიექტებს, რომლებიც დააფიქსირებენ საკუთარ სამოქალაქო პოზიციას. სამოქალაქო პოზიციაზეც არ არის, თუ მაგალითად კაფეში გამოფენილი ექნებათ ევროკავშირის დროშა, უკრაინის დროშა, შესაძლოა ამის გამო დაიწყოს ხო სისხლის სამართლებრივი დევნა მაწინააღმდეგ, არ არის აუცილებელი რომ მაინც და მაინც რუსთაველის გამზირზე მივიდნენ ან პროტესტში მიიღონ მონაწილეობა. სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებაში ამას გულისხმობ, ხო? ელემენტარულად შეიძლება რაღაც ბანერი გქონდეს გამოკრული. მაგრამ ეს არ არის რეალურად ხო პოლიტიკური საქმიანობა, თუმცა მონაცვლობს ქართული ოცნება მაგრამ ისინი იტყვიან რომ მათი რაღაცა მიზნები და ამოცანები დაკავშირებულია თითქოს და საზოგადოებრივი პოლიტიკურად მოტივირებული საზოგადოებრივი აზრის შექმნასთან და ასე შემდეგ. ასე რომ ჩვენს ტელემაყურებელს უნდა მივმართო. ამ მომენტიდან ძალიან მნიშვნელოვანია რომ ძალიან ბევრი ადამიანი იდგეს აქ და ფიზიკური წინააღმდეგობის ეფექტი რეჟიმმა იგრძნოს აი იმ კატასტროფასთან მიმართებაში, რასაც გვიფორმებენ. აქ უნდა იდგნენ პოლიტიკოსები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები, ვისაც ყველა ვისთვისაც მნიშვნელოვანია თავისუფლების დაცვა და დიქტატურისთვის წინ აღდგომა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, ასე რომ გელოდებით პარლამენტის უკან აბწუთიდან. მოკლედ ასეთ ვითარება პარლამენტის უკან ნელ-ნელა იკრიბებიან აქ ადამიანები, როგორც თქვენ ხედავთ, აი საქართველოს დროშებიც აქვთ მათ მოტანილი და როგორც უკვე გითხარით, ცოტა ხანში უკვე უნდა დაიწყოს ოცნების პარლამენტში სხდომა, სადაც დიდი ალბათობით დღეს კენჭს უყრიან გრანტების შესახებ კანონპროექტს.